იპოვეთ 120-ის ყველა გამყოფი. მოდი დავიწყოთ ეს ამბავი, საინტერესო იქნება, რამდენი გამყოფი აქვს და რეებია ეს გამყოფები. პირველი რაც მოგვაფიქრდება, ცხადია რომ თავის თავზე იყოფა და ცხადია რომ ერთიანზე იყოფა, იმიტომ რომ ერთიანზე ყველა რეცხვი იყოფა. შესაბამისად, დავწეროთ პირველი, ჯერ მოდი დავწეროთ ესე რომ 120 ნამდვილად უდრის 1 ჯერ 120. ესე იგი, პირველი წყვილი რაც ვიპოვეთ ამისი გამყოფების. პირველი წყვილი რაც მოდი ამას ესეთ რაღაცას გავაკეთებ და კიდევ ესეთ რაღაცას გავაკეთებ და აი აქ ჩამოვწერ გამყოფებს. ესე იგი, პირველი წყვილი რაც ვიპოვეთ არის 1 და 120. ეს არის პირველი წყვილი. კარგი. ახლა ეს გასაგებია. ცხადია 120-ზე დიდი რიცხვი ვერ გაყოფს 120, იმიტომ რომ არ ჩაეტევა 120-ში ძალიან ბრწყალებში რომ თქვა, გაყოფის შინაარსს არ ადარებს ეგ. ცხადია გაყოფაში გულისხმობ იმას, რომ დამრჩეს მთელი რიცხვი გაყოფის შედეგად, თორე ისე რაც გინდა გაყოფს ხო ნულის გარდა. ესე რომ ეს ვარიანტი გასაგებია. ახლა გადავიდეთ შემდეგზე. ახლა შევამოწმოთ 2-ზე იყოფა თუ არა, 120 იყოფა თუ არა 2-ზე. მოდი ვნახოთ. 2-ზე რომ გავყოთ, რას უნდა გამაყოფილებდეს? ვიცი რომ უნდა იყოს ლუწი. და 120 ნამდვილად არის ლუწი. ესე იგი ნამდვილად უნდა იყოფოდეს 2-ზე. კი ბატონო, მაგრამ რამდენჯერ 2 არის 120? ერთი ვარიანტი უბრალოდ ადგე და გაყო, მაგალითად. და მოდი გავაკეთებ რატომაც არა. ესე იგი, ერთი ვარიანტი არის რომ, მოიცა, მოდი თადარიგს დავიჯერ. იმისთვის რომ ეგ გავაკეთო. ხო, მორჩა. ესე იგი, 120 რომ გავყო მე 2-ზე. რა მოხდება? 1-ში არ მოთავსდება, 12-ში მოთავსდება 6 ჯერ ვიცი, ამიტომ ეს იქნება 12 მინუს 6 ჯერ 2 ანუ 12, 0 გვაქვს, 0 ჩამოდის, 0-ში მოთავსდება 0 ჯერ და მორჩა. მეტი არც არაფერი. -0, 0, ასე შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს? 60. ესე იგი ნამდვილად 60 არის. სხვაგვარად შეგვეძლო უბრალოდ ან ზეპირად გაგვეყო, ან გვეფიქრა რომ 12 იყოფა 2-ზე და არის 6 და მაშინ 120 რომელიც 10 ჯერ მეტია, იქნება 6-ზე 10 ჯერ მეტი, ხო? მოკლედ რამდენიმენაირად შეგვეძლო ეს გავგეთებინა? კარგი ბატონო, ეს ნამდვილად არის ესე იგი 60. შემდეგი ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი იყოს, მოდი 120 ვცადოთ იყოფა თუ არა 3-ზე. ახლა ნახოთ. იმედია იცით 3-ზე გაყოფადობა როგორ უნდა შემოწმოთ. ყველაზე კარგი გზა არის რომ შემოწმოთ ციფრების ჯამი იყოფა თუ არა 1 + 2, 1 + 2. მოიცადე? ესე იგი, ისევ და ისევ, მირჩენია მე მარტივად წავშალ, ამიტომ თადარიგს დავიჯერ. ესე იგი, 1 + 2 და +0 რას უდრის? ეს არის 3 და 3 ნამდვილად იყოფა 3-ზე, ხო? ასე რომ წესით უნდა იყოფოდეს 3-ზე. მოდი ვნახოთ რას უდრის. ისევ გავყოფ, შევასრულოთ გაყოფა. ესე იგი, ორი ვარიანტი, ერთი არის პირდაპირ ზეპირად თქვა რომ 12 იყოფა 3-ზე და 4-ს უდრის და 120 რომელიც 10 ჯერ მეტია, შედეგადაც 10 ჯერ მეტს მომწევს, ანუ 40, მაგრამ მაინც შევამოწმოთ. 1-ში არ მოთავსდება, 12-ში მოთავსდება 4 ჯერ. ასე რომ 12 მინუს 4 ჯერ 3 გვექნება, 0-ში მოთავსდება 0 ჯერ და ხო რა, ზუსტად არის 40. ასე რომ ეს ვარიანტიც გასაგებია, მოთავსდება ზუსტად 40 ჯერ, ამიტომ უდრის 40. ძალიან კარგი. ახლა გადავიდეთ მაშინ 4-იანზე. ახლა, თავარი დამავიწყდა 1 და 120 რომ ვიპოვე, ასევე ვიპოვე, ესე იგი 2 და 60. ესე რომ ესენიც გამოვყოთ და ასევე ვიპოვე 3 და 40. 3 და 40. აი ეს. კარგი, ახლა გადავიდეთ 4-იანზე. 4-იანი რომ შემოწმო რამე იყოფა თუ არა 4-იანზე, საჭიროა უბრალოდ დააკვირდე ბოლო 2 თანრიგს. დანარჩენები არ გაინტერესებს. ახლა ვნახოთ 4 ჯერ რამე არის თუ არა 120. მოდი ესეც შევამოწმოთ, რატომაც არა. ესე იგი, პირველი ცხადია იტყვი რომ 20 იყოფა 4-ზე 5 უდრის და ამიტომ უნდა იყოფოდეს, მაგრამ მოდი მაინც გავყოთ. ესე იგი, რომ გავყოთ, მაქვს 120, აქ მაქვს 4, 12-ში მოთავსდება 3 ჯერ, 12 გამოვაკლდება ამას, 0 ჩამოვა, 0-ში მოთავსდება 0 ჯერ და აშკარად ვიღებთ რომ 30 ჯერ მოთავსდება ზუსტად და მართლაც შეგვეძლო ანალოგიურად გვემსჯელა, შეგვეძლო გვეთქვა რომ იცი რა, როგორც 12 გავყავი 3-ზე და მივიღე 4 და ამიტომ 10 ჯერ მეტს რომ გავყავ 10 ჯერ მეტს მივიღებ, იგივე შემეძლო 4-ზე მეთქვა, ხო? ზუსტად ეგ ლოგიკა. ესე იგი, ვიპოვეთ კიდევ 4 და ვიპოვეთ კიდევ 30. როგორც ჩანს ძალიან ბევრი გამყოფი აქვს ამას, ხო? შემდეგი არის 5. ნახოთ 5-ზე იყოფა თუ არა. ესე იგი, 120 იყოფა თუ არა 5-ზე. 5-ზე როცა ამოწმებ, საკმაოდ კარგი წესი არსებობს მაგის, თუ 0-იანიდან 5-იანით ბოლოვდება რიცხვი, ესე იგი იყოფა 5-ზე. მოდი მაინც ჩვენ შევხედოთ ამ ამბავსაც, ესე იგი, ნახოთ 120 რომ გავყომ მე 5-ზე, რას მივიღებ? 1-ში არ მოთავსდება, 12-ში თავსდება 2 ჯერ, 12 მინუს 10 იქნება აქ. ჩამოვა 2-იანი, აქ 0-იანი, 20-ში მოთავსდება 4 ჯერ, მინუს 20, ზუსტად 0. შვენიერი, ესე იგი 24 არის პასუხი. ამიტომ ეს იქნება 5 ჯერ 24. ესე იგი, მომდენო წყვილი არის 5 და 24. 5 და 24. კარგი. შემდეგი, გადავიდეთ ახლა 6-იანზე. ესე იგი, 120 ტოლია 6 გამრავლებული რაღაცაზე. ნახოთ იყოფა თუ არა. 6-იანის გაყოფადობის შემოწმება, უბრალოდ 6-ზე გაყოფადობის შემოწმება არის კარგი რამე და რატომ? თუ რიცხვი იყოფა 2-ზე და 3-ზე, მაშინ ეს იყოფა 6-ზეც. და უკვე ვნახეთ რომ 2-ზეც იყოფა 3-ზეც, ამიტომ 6-ზე უეჭველად გაიყოფა. ერთადერთი უნდა ვიპოვოთ რას უდრის.
ხო? და მოდი ამას მაინც არ დავთვლი მეზეპირად, რას უდრის. იმიტომ რომ უბრალოდ შევაფასოთ ზეპირად, არ დავთვლი უბრალოდ ქვეშ მიწერეთ, შევაფასოთ ზეპირად. 2-ზე რომ გავყავი 120 მივიღე 60 და დავფიქრდი რომ 12-ს რომ ყოფდი 2-ზე ვიღებდი 6-ს და მაშინ 10 ჯერ მეც რომ გავყოფდი 2-ზე მივიღებდი 10 ჯერ მეც, ანუ 60. ხო, იგივე ლოგიკით ვიმსჯელოთ. 12 რომ გავყო 6-ზე მივიღებ 2-ს, ხო? და მაშინ 12-ზე 10 ჯერ მეტი, ანუ 120 რომ გავყო 6-ზე მივიღებ 2-ზე 10 ჯერ მეც, ანუ მივიღებ 20. ესე იგი 6 და 20 არის მომდევნო წყვილი. 6 და 20. სათაშორის არ ვიცი აკვირდებით თუ არა, მაგრამ ნელ-ნელა აქეთ-იქიდან რომ მივდივართ, საბოლოოდ ყველა რიცხვი შემოწმებული გვექნება 1-დან 120-მდე. ბოლოს ძალიან მივუახლოვდებით ერთმანეთს და მე უკვე მომდევნო ცდა რაღაც გამეორებებს დაიწყებს და აღარ დაგჭირდება. ასე რომ თავი ერთმანეთს მივუახლოვოთ ეს ორი ბოლო და მორჩა ჩვენი საქმე გაკეთებული იქნება. კარგი, შემდეგი მოდი ვცადოთ 7-ზე იყოფა თუ არა 120. ესე იგი 120 ტოლია 7 და ვნახოთ ახლა იყოფა თუ არა 7-ზე. ნუ შევხედოთ, მოდი პირდაპირ გავყოთ, იმიტომ რომ გაყოფადობის წესი მაინც და მაინც ახლა არაფერი აქვს. ესე იგი 12-ში მოთავსდება ერთხელ, ამას -7 დამიტოვებს 5-ს, 50, 50-ში მოთავსდება 7 ჯერ, 49-ს უდრის ეს და ნაშთი მრჩება 1. ესე იგი გამოდის რომ 120 7-ზე არ იყოფა. როგორც იქნა რაღაც ვიპოვეთ, რაც არ ყოფს, ეს წამეშალა, რაც არ ყოფს 120-ს. კარგი, მაშინ 8-ზე ვცადოთ. ესე იგი, ახლა ჩავწეროთ ახალი ვარიანტი, ესე იგი 120 8-ზე იყოფა თუ არა. ნახოთ. ესე იგი, იმისთვის რომ ეს შევამოწმოთ, ისევ რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ მოდი მაინც გავყოთ, ჩვეულებრივად 120 გავყოთ 8-ზე, მოთავსდება ერთხელ 12-ში, ამას -8, დაგვიდოვებს 4-ს, ჩამოდის 0, ამაში მოთავსდება 5 ჯერ და ამას ზუსტად 40, დაგვიდოვებს 0. ჩვენიერია, ესე იგი, ნამდვილად თავსდება თან 15 ჯერ. ამიტომ 8 და 15 არის შემდეგი წყვილი, ესე იგი 8 აქედან და 15 აქედან. ძალიან კარგი. კარგი, შემდეგი ვცადოთ. ახლა ვნახოთ 9-ზე იყოფა თუ არა. 9-ზე გაყოფადობაც არის საკმაოდ მარტივი შესამოწმებელი, იმიტომ რომ ზუსტად სამიანის მსგავსად ჭირდება რომ ციფრები შევკრიბო, ანუ 1 + 2 + 0 და ეს თუ იყოფა 9-ზე, მაშინ იყოფა 9-ზე. მაგრამ არ იყოფა, 3 არის ეს. ესე იგი, პირდაპირ ვიღებ შედეგად, რომ ციფრთა ჯამი მეუბნება, რომ არა, ამ რიცხვს ვერ გაყოფ 9-ზე, იმიტომ რომ ამისი ციფრთა ჯამი არ იყოფა 9-ზე. ესე რომ მორჩა გათავდა პირდაპირ ვამბობ, რომ არ იყოფა 9-ზე. კაი, მაშინ 10-ზე გადავიდეთ, რატომაც არა. 10-ზე რომ გადავიდეთ, ახლა აქ რა იქნება, ესე იგი 120 უნდა გავყო 10-ზე, გაიყოფა თუ არა. ნუ ამას არც დავწერ ქვეშ მიწერით, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივი მისახვედრია, რომ რადგან 0-ზე ბოლოვდება 120, 10-ზე აუცილებლად გაიყოფა. და ნუ 10-ზე გაყოფა ჩამოაცილებს 0-ს და დატოვებს 12-ს, ამიტომ 12 ჯერ 10 გამოდის ნამდვილად 120. ესე იგი, მომდევნო წყვილი გამოგვივიდა 10 და 12. 10 და 12. ესე იგი, ერთადერთი რიცხვი დაგვჭირდა, რომელიც არ შეგვიმოწმებია. ეს ერთადერთი რიცხვი არის 11. და მოდი შევამოწმოთ 11-ზე იყოფა თუ არა, 120 გვაქვს აქ გვაქვს 11. ნუ გამრავლების ტაბულა თუ გახსოვთ, ნუ ალბათ გაიხსენებთ რომ არ იყოფა, მაგრამ მაინც შევამოწმოთ. ერთხელ მოთავსდება 12-ში. 12 - 11 არის 1, ჩამოდის 10, 10-ში მოთავსდება 0 ჯერ და მაშინ რა გამოდის რომ 10 გამოკლებული 0 მიტოვებს 10-ს, ანუ ნაშთი მრჩება. და რადგან ნაშთი მრჩება, ესე იგი 11-ში არ მოთავსდება და გამოდის რომ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 14 გამყოფი, აი ეს რიცხვები ყველა არიან ზუსტად 120-ის გამყოფები. აი ეს უამრავი რიცხვი.